მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ესე იგი, დღეს გვექნება ესეთი ვიდეო, სადაც გაჩვენებთ ნივთებს, რომელიც დაგჭირდება სამშობიაროში, რაც უნდა წაიღოთ, აუცილებელი ნივთები. მე მაგალითად, როცა მივდიოდი სამშობიაროში და საკეში რომ მქონდა დაგეგმილი, ინტერნეტში ბევრი ვიძიე ეწერა რაღაცა ნივთები, რაც უნდა წავიღოთ, მაგრამ ესე სრულყოფილად მაინც არ იყო თავმოყრილი, არც ესეთი ვიდეო არ შემხვედრია, ისეთი სადაც ყველა ნივთი იქნებოდა წარმოდგენილი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება. და გადავწყვიტე ესეთი ვიდეოს ჩაწერა, მაგალითად რაღაცები რაც შენახული მქონდა გადმოვაწყე, რომ გაჩვენოთ რა დაგჭირდებათ ორ სულებს, რომლებიც დღე-დღეზე უნდა იმშობიაროთ, ან დაგეგმილი გაქვთ საკეისრო კვეთა და ზუსტად სრულყოფილად არ იცით რა ნივთები გამოგადგებათ. მე მაგალითად, რა თქმა უნდა, ჩემმა დამაც მირჩია, რომელსაც ორი პატარა ყავს და ეხლა მესამეს ელოდება, რაღაც ნივთები ჩემ მეგობრებმაც მირჩიეს, ვისაც ყავთ შვილები, მაგრამ მაინც სადაც ესე ვიდეოში უყურებ და ნახავ თვალნათლი ზუსტად რა ნივთები გჭირდება და რა უფრო გამოგადგება. უფრო ჩემი აზრით სასარგებლო რჩევებს მოგცემთ. ამიტომ გადავწყვიტე ამ ვიდეოს გადაღება და იმედია რომ რამდენიმეს მაინც დაგეხმარებათ, ვისაც აქვთ ეს სრული ინფორმაცია რა ნივთები გჭირდებათ. ესე გაჩვენებთ მე. იმედია ყველაფერი გადმოვაწყე და არაფერი არ დამავიწყდა. პირველ რიგში რაც აუცილებლად გჭირდებათ არის დედის ჩანთვა, ესეთი, სადაც ჩააწყობთ ბავშვის ნივთებს. ესეთი. მოდი ამას გავშლი, რომ აქ ჩავაწყოთ ჩვენი ნივთები, რაც უნდა წავიღოთ სამშობიაროში. პირველი რაც აუცილებელია არის ქარსითი, რომ ამ ქარსითით გამოიყვანოთ აუცილებლად თქვენი შვილი, რადგან უსაფრთხო იყოს მანქანით გადაადგილება, თან არის ახალშობილი და უყოს დაცული მანქანაში. აი ესეთი ქარსითი. ესე. და პირველი ნივთები, რაც დაგჭირდება, ესე იგი არის მე მაგალითად წავიღე, აი ესეთი ბამბის პილიონკები, რომელსაც სადაც ბავშვს ჩააწვენთ, იქ გადააკრავთ ამას, რომ იყოს ბავშვი ჰიგიენურად და ეს ორი ცალი დაგჭირდებათ, მაგალითად მე ჩვეულებრივისაც წავიღე ტილო ბავშვის. წუთი მოვიტანო ისაც. ესე იგი, აი ესეთი ტილოც წავიღე მე თავის კაპიშონით, ესეთი. მაგრამ არ გამომიყენებია, იმიტომ რომ ხან ბავშვი იყო ძალიან პატარა, დღეების 1 დღის, 2 დღის და 3 დღის. აი ამ რბილი, ესეთი ბამბის იმებით ვამშრალებდი, რაცა ვბანდი. ამიტომ გირჩევთ აი ამებს წაიღოთ. ესე ჩავდოთ ჩანთაში ესენი. დაგჭირდება. მე მაგალითად წავიღე ესეთი კამბების წყალგაუმტარი დასაფენი პილიონკები, რბილი, ესეთი. მაგრამ არ გამომადგა, იმიტომ რომ იქ იყო ძალიან ბევრი გაგუაში არის ესეთი დასაფენები. ძალიან ბევრი, ამიტომ ვისაც აპირებთ გაგუაში მშობიარობას, არ დაგჭირდებათ ამის წაღება, თუმცა ერთი ცალი მაინც ყოველ შემთხვევაში ჯობია რომ ჩადოთ ესაც. მე იმდენი წავიღე ესენი 1-5 ცალი ალბათ და ფაქტურად უკან წამოვიღე. ამიტომ ჯობია წინასწარ დააზუსტოთ იქნება თუ არა სამშობიაროში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი ცალი მაინც ჯობია რომ ჩადოთ. ასევე წავიღე ძველი სალფეტკი ბავშვისთვის და წავიღე პამპერსები, მაგრამ გაგუაში ასევე ვინც იცით არის იქ პამპერსებიც არის εν რაოდენობით და ძველი სალფეტკიც არის და ისაც შვის კრემი. მაგრამ მე მაინც წავიღე, ყველაფერი მქონდა წაღებული და ფაქტიურად არაფერი არ გამომიყენებია, იმიტომ რომ ყველაფერი იყო, ამიტომ წინასწარ რო არ ატაროთ და აცრიოთ ეს რაღაცები, ნუ რა თქმა უნდა, შოვის საფეთკი აუცილებლად ჯობია რომ წაიღოთ, იმიტომ რომ თქვენც გამოიყენებთ. მე მაგალითად ბავშვისთვისაც მქონდა ცალკე წაღებული და არის ესეთი საფეთკი ანტიბაქტერიული, რომელიც სპეციალურად ბაქტერიებს კლავს 99%-ით და სადაც იქ ტუმბოდა ან რაღაცები რო იყო, იმ შოვის საფეთკით წვინდავდი, რომ რაღაც ბაქტერიები მაინც ისე ყოფილიყო. შემდეგი არის ეს ნივთები. კიდე ეს მქონდა წაღებული ბავშვის ტოპი კრემი, ტანის და თავის დასაბანი, მაგრამ ფაქტიურად არ გამომიყენებია, იმიტომ რომ ესეთი პატარაა, რომ ეგრევე ბანდი არ იყო საჭირო, იმიტომ რომ ძალიან მალე ისვრის და მალე უცვლი, იმიტომ რომ წყალივით აქვს ეს ბავშვს გამოსული და ამიტომ ფაქტიურად იქ ამის დაბანა ფაქტიურად ტყუილად წაიღებთ ჩემი აზრით.
შემდეგი არის ესეთი სოსკები. ორი ცალი მქონდა წაღებული, ერთი ესეთი სილიკონის და მეორე ესეთი ლატექსის და ეს ლატექსის იხმარა, იმიტომ რომ თავიდან ბავშვი რო პატარაა, სოსკას არ ხმარობს იმდენად, უფრო ლატექსი გამოგადგებათ. თუმცა მაინც ორივე წავიღე. შემდეგი არის ეს არის ტანის დამარბილებელი. თუ სიმშრალე ჰქონდა ბავშვს, შეგიძლიათ ტანზე ეს გამოიყენოთ, გამოიყენება 0-თვიდან, ნახეთ 0+ აწერია აქ. და ეს არის ბიუფრენი ესაც, ეს არის ტაკოს კრემი, ბავშვის საფენქვეშ და წასასმელი კრემი და ქვირილის არის, ეს არის აი არაჩვეულებრივი, ფაქტიურად ამას ვიყენებ, ესაც არის 0-თვიდან, ნახეთ აი აქ აწერია. 0-თვიდან ვიყენებ დღემდე და თან არის საკმაოდ ეკონომიური, 15 ღირს ზოგან 18 ღირს ეს ერთი ცალი და სადღაც 2 თვე ყოფნის ერთი ცალი და ფაქტიურად რაც ამას ვიყენებ ბავშვს არ დაწვია, აი საერთოდ არ დაწვია, რა ვიცი, ან სავარაუდოდ ამ კრემის დამსახურებით, იმიტომ რომ არის გვირილა იცით რომ არის დამამშვიდებელი და ამიტომ გირჩევთ აი ამ ბიუფრენის პროდუქციას, აი 100%-ით ვარ გარანტიას ვიცევ 100%-ით, რომ ამას თუ გამოიყენებთ ბავშვს თუ რა თქმა უნდა ძალიან ალერგიული ბავშვი არ არის, არ დაეწვება საერთოდ. ესე იგი, ეს შემდეგი ნივთი არის ესეთი ბოთლი, ნუკის ფირმის, ესეთი პატარა ყოველი შემთხვევისთვის, იმიტომ რომ გაუთვალისწინებელი იმისთვის, შემთხვევებისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ მაინც ესეთი შუშის ერთი პატარა ბოთლი. და შემდეგი რა გვაქვს, ესე იგი, კიდე მქონდა აი ეს სილიკონის, მთლიანად სილიკონის სოსკები, ორი ცალი წაღებული, მაგრამ ფაქტიურად სამწყობოში ან სამშობიაროში საერთოდ არ გამოგვიყენებია სოსკა, იმიტომ რომ სახლში მივაჩვიე, თავიდან საერთოდ არ ჩაიდო სოსკა. ამიტომ ესეთი ზედმეტად ერთი ცალი სოსკაც რო წაიღოთ, ერთი ლატექსის უკვე საკმარისია. შემდეგი ნივთები რაც გვაქვს არის ყველაზე მთავარი არის ქუდები, უნდა წაიღოთ 2 ცალი ან 3 ცალი მაინც, იმიტომ რომ პირველს რომ შევიარებს მაშინ აფარებენ და ისრება, შესაბამისად იმას იქ რეცხვას და უწყებთ და ამიტომ ამასაც როიც უნდა გქონდეს. ესეთი ქუდები. ბოდეების შიგნით ჩასაცმელი, აი ესეთი მარტივი, ესეთი სადა ისეთი ბოდეები. ჯობია რომ წაიღოთ სადღაც 6 ცალი მაინც, აი ესეთები მქონდა მეწაღებული და კლავიანი და ფეხიანი ბოდეები. დაახლოებით მინიმუმ 5 ცალი მაინც დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ბავშვი ისვრის, შეიძლება გამოუვიდეს, იქ გამოცვლა დაჭირდა, შეიძლება იქ ამოავლო ან გაავლო, მაგრამ იქ ხო ისე არ გაშრება, ისე თერმულად არ იქნება გარეცხილი, ამიტომ ჯოდე აი ესეთი მთლიანი ბოდეები, ესეთი თათიანები, დაახლოებით 5-6 ცალი რო წაიღოთ, საკმარისი იქნება. აი ესეთები გქონდა ჩვენ წაღებული და საკმარისი იქნება ჩემი აზრით, აი ესეთები. კიდე გქონდა ესეთი სეტი, აი ესეთი შარვალი. ესეთი ჟაკეტი. ამას კიდე თავისი თათები ქონდა. ესეთები, თუმცა ექიმები რეკომენდაციას არ უწევენ ამ თათებს, იმიტომ რომ ბავშვი დაიბადება თუ არა, თავიდანვე რაღაც სამყარო უნდა შეიცნოს ამ ხელებით, უნდა მოჰკიდოთ ხელები, უნდა შეეხოს სხვადასხვა ნივთებს, აღიქვას და ამიტომ ეს თათმანები ფაქტიურად არ გამოგვიყენებია. 2 ცალი მქონდა ყოველ შემთხვევაში წაღებული, თუმცა არ დაგჭირდა, რადგან ზოგ ბოდეს მაგალითად აი ესეთი გადმოსაწევითაც ქონდა, თუ რამეა შეგიძლიათ ესე გადმოწიოთ და ამიტომ ისინი საერთოდ არც გამოგვიყენებია. ესენი კიდე ქონდა ესეთი პირსაწმენდები, ესეთები წაღებული. ქონდა ესეთი საფოტოსესიო ქუდი, აი ესეთი ბანწიკით. კიდე მქონდა ესეთი კაბები, მაისში დაიბადა მარიამი და ესეთი საყვარლობა კაბები, მაგრამ უბრალოდ ფოტოსთვის წავუღეთ, ხორე იქ თავიდან პირველ 2 დღეს მაინც ესეთ მოკეკლავენ შხარ მეყოლებოდა. ესეთი საყვარლობა კაბები.
ესეთი საფოტო სესიო აბადოკი გქონდა წაღებული. ნუ ესენი არ არის რეკომენდირებული, რა თქმა უნდა, თუ თქვენ სურვილი იქნება, იმიტომ რომ ესენი ზებთ არ არის იქ საჭირო. კიდე გქონდა ერთი ბაჭიის კურდღლის ბოდე წაღებული. ესეთი. და ნუ რაღაცები შეგიძლიათ წაიღოთ ესეთი საყვარლობები თუ სურათების გადაღება კიდათ იქ რომ ამაზე გამოვიდეს ესეთი აბადოკები. ასევე ეს სოსკის საკიდები მქონდა წაღებული, რომელიც მე თვითონ გავუკეთე მარიამს, ესეც მარიამი აწერია აქ. აი ესეთი. ესეც მეორე, ესეც უბრალოდ სურათებისთვის, თორე იქ სოსკას როგორც გითხარით, საერთოდ არ გამოუყენებია, იმიტომ რომ თავიდან მიცანამ მიეჩვევა ბავშვი სოსკას, რამდენიმე კვირად შეიძლება დაგჭირდეთ. ესეთი სავარცხელი გქონდა წაღებული. ფოტოშორის მარიამი რო დაიბადა ძალიან დიდი სმა გქონდა. თბილი ნასკები გქონდა რამდენიმე. დედიკო. ესეთი თბილი ნასკები გქონდა რამდენიმე, ანუ ეფექტიურად ყოველ დღე ხარ ეჭირდება ბავშვს, რომ ჰიგიენა დავიცვათ და ბავშვი იყოს სუფთად. ესეთი რამდენიმე დაახლოებით 6 წელი გქონდა ესეთი წაღებული. კიდე მქონდა წაღებული, აი ესეთი შარლები. ესეთები, მაგრამ ეს შარლები საერთოდ არ გამომიყენებია, იმიტომ რომ სამშობიაროში მე ვთვლი, რომ არაპრაქტიკულია აი ესეთი შარლების. ჯობია რომ ერთიანი შიგნიდან ესეთი რამე თხელი ბოდე, აი ესეთი წაუღოთ და ზევიდან კლავიანი ბოდე. უფრო პრაქტიკულია და ამიტომ გაითვალისწინეთ ესაც. შეგიძლიათ ეს საყვარელი ბაჭიას წაიყვანოთ ფოტოებისთვის. პირველი ფოტოები ბაჭიასთან ერთად. ჩაო დედიკა. უნდა შენი ბაჭია? მოგიყვანა მოიცებეთ. კარგი იქნება თუ ლაქტაციის ბალი შეიძენთ და წაიღებთ თან. აი ესე დაიმაგრებთ. ბავშვი შეგიძლიათ ესე დაიწვინოთ რბილად, კომფორტულად თან ამაში. კარგად ჩაჯდება, არც გადავარდება ბავშვი, მე მაგალითად ესე მყავდა. ესე თან უფრო კომფორტულად დაჭმევთ, თან ბავშვი არ გადავარდება, თან შეგიძლიათ ცოტათი მიიძინოთ კიდეც, როცა ბავშვს წინავთ. თან იქნება შენთან ახლოს ბავშვი, თან იქნება დაცული, რომ არ გადავარდება. და თან უფრო კომფორტულიც არის. და პირბადები მქონდა წაღებული, ახლა ამ საუკუნეში პირბადის გარეშე შეუძლებელია. ბავშვისთვის მქონდა აი ესეთი განგაროს ფირმის ესეთი რბილი პლედი, რომელიც ერთი სულ ახალი გვაქვს და ერთი გამოვიყენეთ. იმიტომ რომ ესეთი ერთნაირი მქონდა ორი ცალი და ამიტომ ერთი შევინახეთ. სხვა ფერებიც გვაქვს და იმას ვიყენებთ კარგად, ეს დაგვრჩა ერთი ცალი ესეთი ახალი. მოკლედ ეს შევიძინე ვიშლისზე. 35 თუ 40 ლარი ღირდა, 5 ლარი მოტანა და მომიტანეს სახლში ესე კომფორტულად. ეს არის ბავშვის ნივთები. მე მგონი არაფერი არ დამავიწყდა, თუ რამე ისეთი მნიშვნელოვანი გამომრჩა. მე მგონი არ გამომრჩენია, მაგრამ თუ რამე მნიშვნელოვანი გამომრჩა, კომენტარებში დაწერეთ, რომ ვინც ნახავს ამ ვიდეოს გაითვალისწინოს და შემდეგ კომენტარების სახითაც მიიღოს ინფორმაცია კიდევ რა შეიძლება რომ წაიღოს. დაგჭირდებათ კიდევ რამდენიმე ესეთი პერანგი თქვენთვის. ესეთი ორი ცალი, რომ ერთი თუ დაისვარა, მეორე გქონდეთ. მქონდა კიდე ესეთი ხალათი ბამბის თავისი ქამრით, რომ პრაქტიკული იყოს. აი ესეთი ფერადი და სახალისო ესეთი. კიდე ესე დაგჭირდებათ ესეთი ბუსხალტერი. აი ესე რო იხსნება, ძალიან პრაქტიკულია. აი ესეთი. მე მაგალითად ორი ცალი მქონდა წაღებული, იმიტომ რომ აუცილებლად დაგჭირდებათ ორი ცალი და ამიტომ ორი ცალი წაიღეთ. ელასტიური წინდები. ისიც რომ მშობიარობის შემდეგ ქალს სჭირდება ესეთი ელასტიური წინდა, რომელიც ძალიან მჭიდრო დეკორის კანს. აი ესეთი მქონდა მე მაგალითად ნაყიდი. აი ესეთი. ანუ და თან გირჩევთ რომ ეს წასვლამდე ჩაიცვათ, იმიტომ რომ ძალიან რთულად ჩასაცმელია და იქ დრო არ დაკარგოთ.
ჯობია ჩაიცვათ და ისე წახვიდეთ. ამაში მივეცით დაახლოებით მე მგონი 80 ლარი, იმიტომ რომ არის აი ესეთი ფეხიანები, ესეთი ქუსლიც აქვს, რომ ანუ ესე კოჩთან არ მოგიჭიროთ, უფრო პრაქტიკულია აი ესეთები. არის კიდე ესე გადასახვევები, მაგრამ არ გირჩევთ იმას, იმიტომ რომ დაიტანჯებით, წარმოიდგინეთ, რამდენჯერაც შემოგეხოვათ ფეხზე, იმ ადგილებში სულ უფრო ისე არაკომფორტულად იქნებით და უფრო შეგაწუხებთ, ამიტომ გირჩევთ, რომ ცოტა დაამატოთ თანხა და აი ესეთი ერთიანები იყიდოთ. ეს აუცილებელია, ამას ექიმიც გეტყვით, აუცილებლად გჭირდებათ და შობიარების შემდეგ ერთი კვირაც უნდა გეცვათ. ამას გეტყვიან, რა თქმა უნდა, იქ. მე მაგალითად მქონდა ესეთი რძის გამოსაწვევი აპარატი მქონდა წაღებული, აუცილებლად გამოსადეგი ნივთია, მერეც ძალიან კარგად გამოვიყენე მე მაგალითად. აი ესეთია, აქ სიმძლავრეები და აი ესეთია, ელექტროჯობია, რა თქმა უნდა, რომ არ დაიტანჯოთ. ამას მე ესე მოხსნით და მასე დავაფარებთ თავს და ამას აქ თავისი ესეთი ის. ნუ სასურველია რომ გადაიტანოთ ესეთი. მე მაგალითად ესეთი შუშის ბოთლი, იმიტომ მქონდა წაღებული, რომ გადამქონდა შუშის ბოთლში და შუშის ბოთლში შეგიძლიათ დადგათ რამდენიმე საათი არ ფუჭდება და მე ეგრევე შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს. ამიტომ ესეც აუცილებელია, იმიტომ რომ თავიდან ბავშვი იმდენს ვერ ჭამს და გიგროვდება ბევრი რძე და შეიძლება გამოიწვიოს გამაგრება და ჩირქება, ამიტომ ამის თავიდან ასეცილებლად სასურველია რომ გქონდეთ გამოსაწვევი აუცილებლად, რომ ეს ზედმეტის, რაც ბავშვი ვერ შეჭამს, გამოიტანოთ და შემდეგ უფრო ბოთლით შესთავაზოთ, ან თუნდაც გადააქციოთ, არ ვიცი, ის უკვე თქვენი ნებაა. ასევე მქონდა მე ნაოჩნიკები წაღებული ესეთი. ბავშვს იცით რომ დაიბადება და რომ ჭამს და უკვე კარგად დანაყრებულია, ბევრი წინავს და ამ დროს როცა არ იცი რა აკეთო, ტელევიზორი კი მქონდა იქ, მაგრამ იქ ხმა იყო ისის ბავშვი თავიდან ახალდაბადებული, ყველაფერზე ხტებოდა ხმაზე, ამიტომ ისიც გამოგადგებათ. რაოდე ესეთი ბამბის ყურსაწვენდები მქონდა წაღებული, კიდე ესეთი დისკები ბამბის ბიუსჰალტერის შიგნიდან, რომ არ დაგისვადეთ ბიუსჰალტერი, ესეთი ჰიგიენური, ძალიან კარგია სხვათა შორის, აუცილებლად იყიდეთ გოგონებო. კიდე მქონდა აი ესეთი სილიკონის დამცავი წაღებული, რითაც აჭმევ ბავშვს. თავიდან სამავთყოფოში არ გამომიყენებია და ძალიან ვინანე რომ არ გამოვიყენე, იმიტომ რომ ისე ბავშვი რო ჭამს, ისე ტკივა თითქოს ნემსები გირჭობენო, გისკდება. მკერდი და ამიტომ ძალიან რთულია ამის მოშუშება. სხვადასხვა კრემები არსებობს, მაგრამ სუტყვილად 1 ან 2 თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ ეს მორჩეს, ამიტომ გირჩევთ აი ამის გამოყენებას. მე მაგალითად დაახლოებით 2 კვირიდან დავიწყე ამის გამოყენება და დავისვენე, რასაც ქვია, ამიტომ ჯობია რომ თავიდანვე იყიდოთ ეს და აუცილებლად თავიდანვე გამოიყენოთ. დამტენი აუცილებლად უნდა წაიღოთ, რა თქმა უნდა, ტელეფონის დამტენი. კიდე გქონდა ეს დეოდორანტი მქონდა მშრალი წაღებული. იქ რა თქმა უნდა ახლა რექსონას და მისასხმელი მე სუნი აქვს თავისი სპეციფიკური და ბავშვისთვის ანუ ახლოს ყავს ეს მიხუტებული და იმის სუნმა რო არ შეაწუხოს ბავშვმა. მართალია სასიამოვნო სუნი აქვს ჩვენთვის, მაგრამ ბავშვისთვის ეს არ იქნება ძალიან კარგი, ამიტომ ჯობია ესეთი გამოვიყენოთ. ეს თან არის ალკოჰოლის 0% შეიცავს და არის ძალიან კარგი. კიდე მქონდა ესეთი დამტენი წაღებული. ესეთი ბატარეა, მაგრამ ანუ ეს არის იმ შემთხვევაში თუ ანუ შორს რო არ იყოს, ანუ ტელეფონის ხოს გჭირდება და ანუ ამ კაბელთან რო არ იყოს შეერთებული, ეს უფრო ისეთია პრაქტიკულია. რო შენთან გვაქვს ახლოს, მე ძალიან კარგად გამოვიყენე. კიდე მქონდა ესეთი ერთჯერადი შამპონი და საპონი წაღებული. კიდე მქონდა ესეთი პატარა სარკე წაღებული. ესეთი სახის დამატენიებელი. ხელის კრემიც მქონდა წაღებული, ესეთი. კიდე ანუ გაგუაში რა თქმა უნდა არის იქ ჰიგიენური საშუალებები, არის ეს ჩუსტებიც არის ერთჯერადი, მაგრამ მე მაინც მქონდა
აი ესეთი პრაქტიკული ჩუსტიკები მქონდა წაღებული და თქვენც გირჩევთ რომ ჯობია წაიღოთ ანუ თქვენივე გქონდეთ მართალია ის ერთჯერადია მაგრამ ანუ მაინც ჯობია რომ შენი რო გაქვს უფრო პრაქტიკული ასევე წაიღოთ რამდენიმე წინდა და ტრუსი თქვენთვის ჰიგიენისთვის ასევე წაიღოთ პირისთვის ესეთი ხელპირისთვის ესეთი ტილო და ტანისთვის რა თქმა უნდა ერთი ცალი დიდი ტილო იქაც იყო ეს პირსახოცები რა თქმა უნდა მაგრამ ვიცი რომ ირეცხება და სუფთა მაგრამ ჯობია რომ მაინც ჩვენი გქონდეს ამიტომ გიჩვენებთ რომ თქვენ წაიღოთ ესეც ასე მე მგონი ისეთი არაფერი არ დამიწყებია ესენი მქონდა წაღებული გარდა ამისა დავამატებ რომ პილიონკები მქონდა ბევრი წაღებული ეს ტილოც ტყუილად არ გამომიყენები ანუ ბევრი რაღაცა მქონდა წაღებული და ამიტომ გირჩევნიათ ან ნაკლები წაიღოთ ნაკლები რაოდენობით სიტყვაზე ეს პილიონკა სამი ცალი სრულიად საკმარისია ორ ცალს გასამშრალებლად ბავშვის რო ჩაბანთ ხოლმე ერთი ცალი რო იქ გადააფაროთ სადაც დააწვენთ დანარჩენი ერთი პლედი საკმაოდ სრულიად ის არის საკმარისია და მე მგონი რომ სხვა ისეთი არაფერი არ დამჭირვებია ყოველ შემთხვევაში ვეცადე ისე ამეხსნა მარტივად და მეჩვენებინა ეს ნივთები რომელიც აუცილებლად საჭიროა იმედი ამ ვიდეოთი რაღაცით მაინც დაგეხმარეთ რა ნივთები არის საჭირო რომ წაიღოთ მე მაგალითად ესეთი სრულყოფილი ვიდეოს ნივთების ცალ-ცალკე რომ მენახა რა უნდა წავიღო ძალიან გამიხარდებოდა და უფრო ისე ვიქნებოდი რომ არ მოვიწყდება არაფერი იმიტომ რომ ესე რომ მივდიოდი მაინც უშევსება მქონდა რომ აი რაღაცა ხო არ მოვიწყდება რამე ხო არ დამჭირდება ისეთი ну და ყველაზე მნიშვნელოვანი გოგოებო არ დაგავიწყდეთ თქვენი მეუღლეების წაყვანა იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია შენი ქმარი იყოს შენს გვერდით ამ ყველაზე თან რთულ და თან ყველაზე ბედნიერ მომენტში მე ვთვლი რომ ქმარი უნდა დაესწროთ აუცილებლად მშობიარობაზე იმიტომ რომ უნდა ყავდეს შენი ყველაზე ახლო მეგობარი შენი ყველაზე ახლო ადამიანი შენს გვერდით მე ახლა საკეის რომ აქ აკეთებული და ფაქტიურად ვერ გავიგე ვერაფერი სანამ ნაკელი არ ამტკივდა და ანუ შემდეგი ტკივილები არ მქონდა მაგრამ იმ მომენტში ვინც მშობიარობთ და იცით რომ ხალი რა ხელად ტკივილს განიცდის მშობიარობის დროს მე ვფიქრობ რომ ქმარი აუცილებლად მის გვერდით უნდა იყოს მისი ხელი უნდა ეჭიროს და უნდა ამხნევებდეს ყველანაირად მაგალითად გიორგი გვერდში მყავდა საკეისროს დროსაც გულზეც დედიკა საკეისროს დროსაც გვერდში მყავდა მარიამიც დაიწინა გულზე და პირველი დღე საერთოდ ანუ ცალკე მქონდა პალატა აღებული გიორგის დარჩა ჩვენთან ერთად და პირველი დღე საერთოდ ვერ მოძრაობდი სანამ ინტენსივში ვიყავი მე რო გადამიყვანის პალატაში იქაც ვერ მოძრაობდი რა თქმა უნდა თავიდან იმიტომ რომ ნაკელი მტკიოდა მიუხედავად იმისა რომ 1000-ნაირ გამოყუჩებელს მიკეთებდნენ და გიორგი მეხმარებოდა აი 100%-ით ფაქტიურად ბავშვი პირველ დღეს სულ იმას ხავდა და ძალიან ბედნიერი ვარ და თქვენთ გისურვებთ ესეთი ქმრები ყავდეთ იმიტომ რომ აუცილებელია გვერდში დგომა აი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ყველაზე ისეთი მომენტია ამაღელვებელიც არის და თან ამავდროულად განიცდი ფსიქოლოგიურად პლუს ტკივილს განიცდი და ამიტომ გვერდში დგომა არის აუცილებელი დღევანდელი ვიდეო იყო სულ ესე იმედია დაგეხმარებით თუ მაგეწონათ ვიდეო დალაიქეთ და ჩემი გვერდიც გამოიწერეთ იმიტომ რომ წინ უფრო ბევრ საინტერესო ვიდეოებს გვპირდებით ასე რომ დროებით ჩემო მეგობრებო აბა კარგად